რუბრიკა დეოკუპატორი გიყურებთ. გვაქვს დღეს საოცარი ვარდები უნდა ჩანდეს ეს დავჯექი სპეციალურად. ამ ვიდეოს მე საერთოდ არ ვნახავდი და არც ფორმულას არ ვუყურებ, საერთოდ ტელევიზიებს არ ვუყურებ, მაგრამ ვიდეო ჩამიგდო მეგობარმა და ეს ნახეო მკითხა. მასთან ამ თემაზე რამოდენიმეჯერ გვიკამათია, იმიტომ რომ ძალიან იმდროინდელი ნარატივებითაა სავსე მისი ცნობიერება აფხაზეთთან დაკავშირებით იმდროინდელი რა შევარდნაძის დროინდელი. და რუსული ხედვა აქვს დღემდე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პროგრესული ადამიანია, თანამედროვეა და დღევანდელ სიტუაციას უმეტესწილად სწორად ხედავს. თან გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, არხიც გამოწერილი აქვს და ამ თემაზე გარდა იმისა, რომ პირადად გვიკამათია რამოდენიმეჯერ, იმედია ჩემი ვიდეოებიც ამ თემაზე უნახავს, ან თუ არ უნახავს, ან შეიძლება უნახავს, მაგრამ მაინც არ უნდა ამის გააზრება და გადაფასება იმის, რაც მთელი ცხოვრება ეგონა რომ ასე იყო. ან კიდე, როდესაც პირადი კამათი ქონდა მაშინ არგუმენტად მოყავს ის, რომ თვითონ ახსოვს როგორ იყო. ჯერ ცალკე პროპაგანდაზე ვილაპარაკოთ და ახლა ვილაპარაკოთ ცალკე მე თვითონ მახსოვს ფენომენზე. საერთოდ კიდე ერთი მეორე ჩემი მეგობარი მაია ნადირაძე. მაია ნადირაძე და მერე გიგი თევზაძე არიან ის ადამიანები, ვინც ამ საკითხს ჩემნაირად სწორად უყურებენ. კარლო ბარბაქაძეს რო ველაპარაკე, ისიც ძალიან სწორად ხედავს ამას. პირველი იყო მაია. და მაია მეუბნებოდა, რომ ნუ ბრაზდებიო ადამიანებზეო, რომელსაც არ ესმითო. იმიტომ რომ რასაც შენ ლაპარაკობ და როგორც შენ ლაპარაკობ ისე თავის დროზე, იმ დროს, როდესაც ის ყველაფერი ხდებოდა, მარტო მე მესმოდაო. მარტო მე გულისხმობს პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს შორის. მოქალაქეებს შორის, არა, მოქალაქეებს შორის, რა თქმა უნდა, ბევრი ვიყავით, ვისაც სწორად გვესმოდა. მაგრამ მე მაინც ვაძლევ ჩემ თავისუფლებას რომ გავბრაზდე და საერთოდ დეოკუპატორი გიყურებთ ისეთი რუბრიკაა, სადაც მე ვამხელ რუსულ პროპაგანდას და რა თქმა უნდა ვბრაზდები, როდესაც რუსულ პროპაგანდას აღმოვაჩენ. და ამ შემთხვევაში გაბრაზების ორმაგი საფუძველი მაქვს, იმიტომ რომ როდესაც მე ადამიანს ვთვლი რომ ჭკვიანი და პროგრესულია და მასთან ბევრჯერ მაქვს ამაზე ნალაპარაკები, იმ ბევრჯერის მერე და ბევრი ვიდეოს მერე კიდე ერთხელ არ უნდა მიწევდეს, მაგრამ რატომღაც მიწევს. ეს ვიდეო ჩამიგდო და მეთქი ვნახავ, მეთქი ახლა როგორც ხედავ თითქმის 50 წუთიანია ეს ვიდეო, მაგრამ მე გავჩერდი პირველ 20 წუთზე არა, 2 წუთზე. პირველ 2 წუთზე გავჩერდი. თქვენს პირველ 2 წუთს მოგასმენინებთ ახლა და მერე გავაგზავნებთ ჩემ კომენტარებს. ხმარა დღეს, მაგრამ კილოსავთ 26 მაისზე ზეგ იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი არა, ხო, აღდგენიდან. ესე იგი, რომ არ შემეშალოს 107 წლისთავი. თქვენ ხართ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი. ჯერ ძალიან ბევრი ითქვა ამ დღეებში იმაზე, რომ თვითონ 26 მაისიც არასწორი თარიღია და აი იმის აღნიშნა, რომ 107 წელიწადს ვზეიმობთ, ეს ქოცური პროპაგანდის ნარატივია და იმისთვის არსებობს ეს ნარატივი, რომ ჩვენ დაგვავიწყოს, რომ საბჭოთა კავშირი იყო ოკუპაცია. ანუ 107 წელი რანაირად ვიყავით დამოუკიდებლები, საბჭოთა კავშირი არ არსებობდა? უკვე ჩაიჯვა თვითონ წამყვანმა, რომ ეს ქოცური ნარატივი გაიმეორა. წერია ამ 34 წლის წინ. რა და გადავდივარ ალბათ მნიშვნელოვან საკითხზე, რამდენად არის საფრთხეში დღეს და ახლა ჩვენი დამოუკიდებლობა, აი 91 წლის ამდენ
ზოგადად ეს წამყვანი არ მახსოვს რა ქვია ამ ბიჭს. ზოგადად ოპოზიციონერია. მიუხედავად ოპოზიციონერობისა ძალიან ბევრი რაღაცა ეშლება. აი ის შეცდომა რომ 107 გაიმეორა. ის შეცდომა რომ ცეცხლი ოლიგარქიას ყვირიან, ის შეცდომა რომ არ იქნება შაბალთალი, არ იქნება. ძალიან ბევრი ქოცების შემოგდებული ლოზუნგები და ნარატივებს ძალიან ადვილად იკრავს ოპოზიცია და ის ადამიანები, ვისაც აქვთ ჭკვიანი ადამიანების სტატუსი. ბევრჯერ ჩემ მეგობრებისთვის მიმიცია შენიშვნა იმაზე, რომ გამოუფენიათ ქოცი ოჯახი ცეცხლძები გადამწარებული ანტიმიშა დორბლიანი ქოცი ოჯახია და ბევრ ჩემს მიშისტ მეგობარს გამოუფენია მათი მხარდამჭერი სტატუსები და ამ დროს მეორე დღე არ გავიდოდა, რომ ის ცეცხლძე შემოუბრუნდებოდა ისევ ამათ და თქვენი მიშას ბანერები არ დავინახო ეტყოდა. ანუ რატო უნდა აპიარო და აგმირო ადამიანი, რომლისგანაც ქოცებმა ხელოვნურად შექმნეს გმირი. ყუილი გმირია, ცეცხლძეს ოჯახი გმირი არ არის. ისინი არიან დორბლიანი ქოცები, რომლებიც მთელი ცხოვრება, რაც კი ოცნება არსებობს 51 ხაზავდნენ, ბოლო არჩევნებზეც კი 51 შემოხაზეს და ბოლოს შვილი რო დაუჭირეს, მერე ვითომ გაბრაზდა. ოღონდ ისე გაბრაზდა, რომ მაინც ხიხო ურჩევნია მიშას. აი ასეთ შეცდომებს უშვებენ მოაზროვნე ადამიანებიც, მოაზროვნე დრო ითვლებიან ისეთი ადამიანებიც და ჩემი მიშისტი მეგობრები. ჩემთვის გასაკვირია ასეთი რაღაცა, მაგრამ ერთიანობისკენ და სოლიდარობისკენ უნდა მოგვიწოდოს პოლიტიკოსმა. ერთიანობისკენ ყოველთვის უნდა მოგვიწოდოს თავად მიშამ. მაგრამ ჩვენ ერთმანეთში ბონძღი დორბლიანი ანტიმიშა და 51-ის შემომხაზველი ვინ არის, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. და უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთ ადამიანებთან, რომელიც 51-ის შემომხაზველები არიან, ან იყვნენ, ვერ მიაღწევ მიზანს. საქოცეც ვერ მოიშორებ ისეთ ადამიანთან ერთად, ვისაც 51-ის შემოხაზული აქვს. გავაგრძელოთ. ებიდან რეფერენდუმიდან 9 აპრილიდან 24 წლის თავზე. იმ გლობალური ტურბულენციის გათვალისწინებითაც მარტო რუსეთის ვილაპარაკოთ თულებად, მაგრამ გლობალურ ტურბულენციას გულისხმობ. იქ სტარტი ავიღეთ და საკმაოდ მაღალ ბალიანობის ტალღებში შევცურეთ, შეიძლება ესე ითქვას რა. მე ერთ პატარა დეტალს გამოყოფთი, თქვენ რეფერენდუმიც ახსენეთ. და ზედმიმული დამოუკიდებლობაც, იმიტომ რომ მისი პროლონგირება ვერ მოხდებოდა თუ არა ის პერიოდი რა. 26 მაისი განახლდა რეფერენდუმით, თორემ დარჩებოდა მკვდარი თარიღი მოგეხსენებოდა. იქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტი, როდესაც 31 მარტის რეფერენდუმს ვატარებდით. ეს იდეა თავის დროზე მნიშვნელოვანი მეჩვენა მე და ბატონ ზვიეთთან ეს საკითხი მაშინ გავიარეთ და მასაც ეჩვენა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერი წინ და წინ შეიძლება გათვლილიყო, მაგრამ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ გქონდა პრობლემა აფხაზეთში. იქ ვიყავით ჩვენ გვქონდა პრობლემა აფხაზეთში. აი აქ დავასრულე ამ ვიდეოს ყურება. 1 წუთი და 40 წამი. აი ხა დავიწყოთ. მირიანაშვილს შეიძლება არ მოუნდეს მთელი ცხოვრება, რომ გადახედოს თავის პოლიტიკურ ანუ იმას, რისიც მას პოლიტიკურად ჯერა, ან უნდოდა რომ ჯეროდეს. მაგრამ ის რომ აფხაზეთი იყო პრობლემა, ეს არის რუსეთის და შევარნაძის ტყუილი ნარატივი. რუსეთი ცდილობდა ყველანაირად რომ აფხაზეთი ყოფილიყო პრობლემად. რუსეთი ბევრი წელი და მთელი საუკუნე ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აფხაზეთი ყოფილიყო პრობლემა. მაგრამ არ გამოუვიდა. ძვიადმა შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ისე, რომ საქართველო მთლიანი გამოსულიყო საბჭოთა კავშირიდან.
აფხაზეთი ნამდვილი პრობლემა რო ყოფილიყო, რუსეთს არ მოუწევდა ახლა რეფერენდუმზე ხო ილაპარაკა 31-ში მთელმა საქართველომ მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა და 2 კვირით ადრე 17 მარტს რუსეთმა ჩაატარა აფხაზეთის რომელიღაც ყველა რეგიონში ვერ გაბედა. რეგიონების რაღაც ნაწილში ჩაატარა რუსული მატყუარა რეფერენდუმი. ამ რეფერენდუმისთვის ჩამოიყვანა რუსეთიდან ავტობუსებით კრასნოდარიდან ჩამოათრია ხალხი და მაშინ საბჭოთა პასპორტი რო ქონდა, არ გეკითხებოდნენ შენ საბჭოთა კავშირის რომელი ნაწილიდან ხარ, ხმის მიცემა შეგეძლო ნებისმიერ საკითხზე, თუ იყავი საბჭოთა კავშირის მოქალაქე. და კრასნოდარის ხალხი ატრიალეს მთელი აფხაზეთის არა იმ რაიონების, სადაც ტარდებოდა ეს ტყუილი რეფერენდუმი, მასშტაბით 10-ჯერ და 15-ჯერ მიიყვანეს ერთი და იგივე ან სხვადასხვა კარუსელი ეგრეთ წოდებული საარჩევნო უბნებზე, რომ მაქსიმალურად მიეცემებინათ ხმა იმისთვის, რომ ვითომ აფხაზებს არ უნდათ საქართველოში ყოფნა და ვითომ მათ უნდათ ცალკე დარჩენა, ანუ საქართველოდან გამოყოფა და საბჭოთა კავშირში რუსეთთან ერთად დარჩენა. აფხაზეთი და აფხაზები რომ ყოფილიყო რეალური პრობლემა, აი ამ რეფერენდუმის ჩატარება არ დაჭირდებოდა რუსეთს. ამ რეფერენდუმს კრასნოდარიდან ავტობუსებით ჩამოთრეული ხალხით კი არ ჩაატარებდა, ჩვეულებრივად ჩაატარებდა და ადგილობრივი მოსახლეები ჩვეულებრივად მისცემდნენ ამას ხმას, თუ ეს მართალი იყო და თუ მათ მართლა უნდოდათ გამოსვლა საქართველოდან. იმიტომ რომ ეს ტყუილი იყო, რუსეთი ვერ აკეთებდა რეფერენდუმს ნამდვილს. იმიტომ მოუწია ტყუილი რეფერენდუმის გაკეთება. შემდეგ 31-ში ჩატარდა და 31-ში რო ჩატარდა იმ რეფერენდუმში ყველაზე დიდი პროცენტი მთელი საქართველოს მასშტაბით ზვიადმა და საქართველოს დამოუკიდებლობამ, ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობამ აიღო აფხაზეთში. 92% მიიღო ხმების აფხაზეთში, როცა სხვა რეგიონებში ბევრად უფრო ნაკლები იყო ამ საკითხის მიმართ დადებითი პასუხის პროცენტულობა. მეორე დასტური იმისა, რომ აფხაზეთი პრობლემა არ იყო, პირიქით აფხაზეთი იყო ყველაზე პატრიოტული რეგიონი. წავედით, გამოვიყვანეთ მთლიანი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან, მერე კრავჩუკმა და ელცინმა მოიგონეს ესენგეში, შესთავაზეთ ზვიადს ესენგეში შემოდიოდა, ზვიადმა არაო. ზვიადი მოკლეს. ზვიადი მოკლეს დასვეს შევარდნაძე, მაგრამ შევარდნაძეს პირობებშიც კი ვერ მიაღწია რუსეთმა იმას, რომ ომი დაწყებულიყო. ანუ არძინბათი ომი ვერ დაიწყო. არძინბათს კი ვერ დაიყოლია, ანუ ყველაზე ასე ვთქვათ, მაშინდელი დორბლიანი ქოცი, მაშინდელი დორბლიანი კრემლის მსახური, სოხუმელი ოღონდ, იმიტომ რომ თბილისში მასზე უარესებიც იყვნენ. მაშინდელი სოხუმელი ყველაზე დორბლიანი კრემლის მსახური არძინბათს კი ვერ დაიყოლია იმაზე, რომ მოეხდინა და დაეწყო ომი ან რამე ომის მსგავსი რამე გაეკეთებინა. ამიტომ ბრძანება მისცა კიტოვანს. ანუ პირობითი თბილისის მხარით დაიწყო რუსეთმა ომი. კიდე ერთი დასტური იმისი, რომ აფხაზეთი არ იყო პრობლემა. არც მაშინ, არც მერე და არც ახლა. 2008 წლის ომიც აფხაზეთიდან უნდა დაწყებულიყო, ასე უნდოდა პუტინს. ბაღებში არძინბა უკვე მოკლული იყო, ბაღებში იყო მაშინ პრეზიდენტი და 2008 წელი, ანუ ოკუპაციიდან რამდენი წელი გავიდა, უკვე 15 წელი, ოკუპაციიდან 15 წლის მერეც კი ვერ დააწყებინეს აფხაზეთს ომი თბილისის წინააღმდეგ. მერე მოუწია ამ სპეცოპერაციის ჩატარება პუტინს ცხინვალიდან და ცხინვალით მოხდა ეს და მერე ბაღებში მოკლეს. არძინბაც მოკლეს, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი რუსი, ბაღებშიც მოკლეს, იმიტომ რომ არ იყო საკმარისად რუსი.
ბიძინასაც მოკლავდნენ საკმარისად რუსი რო არ არის, იმიტომ ჩვენ რო მივცეთ ამისთვის დრო. ჩვენ რო კიდე გავწელოთ ბიძინა დიდი ხანი და არა მოვატრიალოთ საქოცეთი, ბიძინასაც მოკლავს რუსეთი, იმიტომ რომ არ არის საკმარისად რუსი. საკმარისად რუსი ვერ შეიძლება რო იყო. ყოველთვის გთხოვენ უფრო მეტ საზიზღრობას და რაღაც მომენტში შენ რაც არ უნდა გაყიდული იყო და გამყიდველი რაღაც მომენტში მაინც ჩერდები და მერე გკლავენ. დაიწყო კიტოვანით დაწყებული ომი 14 აგვისტოს დაიწყო 2 სექტემბერს შეჩერდა, იმიტომ რომ არძიმბას მხარე აღმოჩნდა არა მზად ომისთვის. არაფერი არ ქონდათ. და ვითომ მოგვაწერინეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, 2 კვირა ამარაგეს, ანუ იმის მერე ამარაგეს არძიმბა, რაც კიტოვანი უკვე შევარდა. და მერე 2 კვირის მერე მომარაგებული არძიმბათი განახლდა საომარი მდგომარეობა რა, ომი. რა თქმა უნდა, ხალხი იმ დროს ხედავდა რას აკეთებს შევარდნაძე და რას აკეთებს რუსეთი. უმეტესობა ხედავდა. ჩემი ოჯახი ხედავდა. ძალიან ბევრი ომობდა, მაგრამ ხედავდა, რომ შევარდნაძე არასწორია, მაგრამ მაინც ომობდა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. და ძალიან მოტყუებულად და გამოყენებულად გრძნობდნენ მერე მეომრები თავს, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ შევარდნაძე თავიდან ბოლომდე არასწორი იყო. აფხაზეთი რო ყოფილიყო პრობლემა, აი ეს ფაქტორიც არ იარსებებდა. აფხაზეთი რო ყოფილიყო ნამდვილი პრობლემა, იმ მეომრებს არ ექნებოდათ ის შეგრძნება, რომ შევარდნაძე მათ იყენებს, რომ რუსეთი მათ იყენებს. დასრულდა ეს ყველაფერი ოკუპაციით, 93 წელს მოხდა ოკუპაცია, გაფორმდა. და მთელი ეს პერიოდი შევარდნაძე აი ამ პროპაგანდას ეწევა, ამაში რუსეთი ეხმარება და ამაში ეხმარება მთელი დასავლური გაერო, ამაში ეხმარება გაეროს სემინარები, ვორქშოპები, გაეროს დაფინანსებული NGO-ები, გაეროს დაფინანსებული მკვლევრები, ყველა ვინც აფხაზეთის საკითხს იკვლევდა მთელი 30 წლის განმავლობაში, ყველა ძის ამ ნარატივში, რომ აფხაზეთი იყო პრობლემა და იმიტომ მოხდა კონფლიქტი. ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ყოფნის ინტელექტი, რომ ეს ტყუილი არ ჭამოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი ტყუილი, ანუ 30 წელი გვაჭმევდნენ ამას აქ. იქ სოხუმში სხვა რაღაცას აჭმევენ. მიუხედავად ამისა, არსებობს ძალიან უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც არ ჭამს ამას. მით უმეტეს ეს არ უნდა ჭამოს არც ერთ ჩემ მეგობარმა და ეს არ უნდა ჭამოს არც ერთ ჩემ არხის გამომწერმა. ომი მოაწყო დაგეგმა თავიდან ბოლომდე ჩაატარა ოკუპაციით დაასრულა მხოლოდ რუსეთმა და არანაირი აფხაზები და მით უმეტეს მთლიანად აფხაზეთი რეალური პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ზუსტად იგივე, ანუ აფხაზეთი საქართველოა და აფხაზეთი პრობლემა იყო, ზუსტად იგივე ნარატივების ოპერაში ზის, როგორც გარეჯი საქართველოა. აი ამ გარეჯი საქართველოათი, რომ გამოსვლოდა რუსეთს და საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დაწყებულიყო საომარი მოქმედებები, მერე ყველა იმას იტყოდა, რომ გარეჯი პრობლემა იყო, ამიტომ დაიწყო ეს ყველაფერი. ამას შემოგტენიდნენ ქოცები და მოიძებნებოდა დებილების საკმაოდ ბევრი რიცხვი, რომელიც ამას დაიჯერებდა. როგორც გარეჯი არ არის პრობლემა, ისე არ იყო პრობლემა აფხაზეთი. ერთი-ერთში თანაბარია ეს საკითხები. გადავდივართ მეორე ნაწილზე, ჩემი თვალით ვხედავდი. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც თავისი თვალით ხედავდა 2008-ში, როგორ დაიწყო
საქართველოს მომი. თავისი თვალით ხედავდა და თავისი ყურით აქ მოსმენილი. და საერთოდ იქ იყო და დაინახა. იგივეს გავიმეორებ, ტროლები, რომელიც დღეს ანუ სიურრეალიზმს, არარეალურ რეალობას გვიქმნიან სოციალურ ქსელებში და ხატავენ ისეთ სურათს თითქოს საქოცეთი უმრავლესობაა საქართველოში. და ხო არიან ისეთები, ვისაც ამის ჯერა ოპოზიციაში არიან, მაგრამ სჯერათ, რომ ქოცები მართლა ძალიან ბევრნი არიან საქართველოში. ამ დროს რომ გასყდეს 10%-ზე მეტი არ არიან. აი რომ გასყდეს არ არიან 10%-ზე მეტი. აი ასეთი 10% მაშინდელი სოხუმში მყოფი იგივენაირი ხალხი, როგორც დღეს ალტინფოა. როგორც დღეს ზუგდიდშია ბონძღი ბუკია და მისნაირები. აი ახლა რო ჩახვალ ზუგდიდში და რო შეგხვდება ნინოს რო შეხვდეს ბონძღი ირაკლი ბუკია, რომელიც ეტყვის, რომ მეგრელებს და ქართველებს არაფერი საერთო არ აქვთ, რომ ჩვენ სხვადასხვა ერები ვართ. ანუ თლად იმდენს ვერ გაბედავს ახლა ბუკია დღეს რო უთხრას ნინოს, რომ სამეგრელოც რესპუბლიკა უნდა იყოს, მაგრამ ქოცებს რო ვაცადოთ ყოფნა ხელისუფლებაში მოვადრო, რომ ბუკია ამას გაბედავს. ბევრი არ უკლია. და რა ამერე თბილისიდან ჩასულმა ნინომ ეს უნდა დაიჯეროს, რომ სამეგრელო ასეთია და სამეგრელო პრობლემაა? და მეგრელები რო პრობლემა არიან? თუ ის უნდა გაიაზროს, რომ კონკრეტული ის დაქირავებული მძღნერი ირაკლი ბუკია კრემლის მიერ დაქირავებული ადამიანია და ასეთი დაქირავებული იმ დროს სოხუმშიც არსებობდა ერთეულები, ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ერთეულები და ისინი არ ქმნიდნენ არანაირ სურათს. ვერანაირი პოლიტიკური გავლენა ვერ ქონდათ ვერც საზოგადოებაზე, ვერც პოლიტიკაზე, ვერც ვერაფერზე და რომ ვერ ქონდათ გავლენა, იმიტომ მოუწია რუსეთს ომის დაწყება. კიტოვანით თან. ამიტომ აი ასეთი მე თვითონ ვნახე და მე თვითონ ვიცი და მე თვითონ მომსწრევარ. ეს არის ილუზია. ანუ რუსეთმა რაღაცა ილუზორული, პარალელური რეალობა შექმნა და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას წამოეგნენ. მაგალითად დღეს როცა ანუ მას რო ველაპარაკე გარით აბახს და ამერიკიდან რო გონია მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიშას ძალიან დიდ პატივსცემს და მიშა უყვარს, ამერიკიდან რო იყურება, გონია, რომ მიშას მხარდაჭერი, საკმარისი მხარდამჭერი არ ყავს საქართველოში. არა და მიშას მხარდამჭერები ვართ უმრავლესობა. და რუსთაველზე იმის გამო, რომ ეს უმრავლესობა იმ გამოსირებულ ყეყეთში მყვირალა უმცირესობას სუბელიანის პრაიდს ბონძღი ცეცხლაძეების ოჯახს ან კიდე რაღაცა გრეტა ტუნბერგი ვინ ჩამოიყო სუბელიანის სასწაულმა ჩამოიყვანა მე მგონი რომ აი ამათ რო ვცემთ პატივს და მათ გამო თავს ვიყავებთ თელ მსოფლიოს ამ საზოგადოების მძღნერ ამ ნაწილმა დააჯერა რომ მიშას თურმე მხარდაჭერი არ ყავს. იმიტომ რომ მიშას მხარდაჭერს ერიდება მიშას ბანერით გასვლა რუსთაველზე, იმიტომ რომ იქ სირი ბონძღი შმახალგაზრდები გაბრაზდებიან. ჯიუტები გაბრაზდებიან. აი ასეთ მახინჯ რეალობას ყოველთვის ქმნის კრემლი და ეს მახინჯი რეალობა არ უნდა შეიზილო, არ უნდა დაიჯერო, არ უნდა დათანხმდერო, კი თავი არ უნდა დააქნიო, ეს მართლა ასეა. და აფხაზეთი პრობლემა იყო და მე ჩემი თვალით მინახავს ზუსტად ამ ოპერიდანაა. იმას ამბობს დღეს, რომ თავისი თვალით ხედავს ტაბახი, რომ მიშას მხარდამჭერი არ ყავს.
არა და მის მხარდამჭერებმა რო არ ვიაროთ, აქციები საერთოდ აღარ იქნება. ივლის 2 ბონძღი მაგ აქციაზე. ამ ვიდეოს ქვეშ მივაბამ ისეთ ვიდეოს, სადაც ამ თემაზე მილაპარაკია. ადრეც, ყოველ შემთხვევისთვის იმასაც გადახედეთ. და როგორც ბონძღი ბუკიას გამო დღეს არ ჯერა არავის რომ სამეგრელო რეალური პრობლემაა, ისე არ უნდა დაეჯერა მაშინ და მით უმეტეს არ უნდა ჯეროდეს დღეს არავის რომ აფხაზეთი იყო პრობლემა. პრობლემა იყო თბილისი, რომელმაც გამსახურდიას მოუწყო პუჩი. აი ეს იყო პრობლემა. დღესაც პრობლემა თბილისია, იმიტომ რომ ივანიშვილია თბილისში. დღესაც პრობლემა თბილისშია, იმიტომ რომ ბონძღი ბუკია, რომელიც სამეგრელოში დაპარპაშებს რუსული ფულით, ბონძღი თბილისის გამო აქვს ამის შესაძლებლობა. თბილისი არ იღებს პოლიტიკურ ზომებს, რომ ასეთმა ადამიანებმა იარსებონ. არ უნდა არსებობდნენ. ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს ასეთი შმეგრელების მიმართ. რეალური პრობლემა იყო შევარნაძე და არა აფხაზეთი. როგორც დღეს რეალური პრობლემა არის ივანიშვილი და არა აფხაზეთი. ოღონდ ეს არის პრობლემა მეორე ადგილზეა ეს პრობლემა. სულ თავში რეალური პრობლემა რუსეთია. მაშინ რეალური პრობლემა იყო ელცინი და რუსული გენერალიტეტი. დღესაც რეალური პრობლემა და ყველაზე დიდი პრობლემა არის პუტინი. პუტინზეა მიბმული ივანიშვილი, როგორც მაშინ ელცინზე იყო მიბმული შევარნაძე. და სულ ბოლოში მეათე ხარისხოვანია არძიმბა და არძიმბას რაღაცა ვიწრო გუნდი. და როდესაც შენ პრობლემაზე ლაპარაკობ და მეათე ხარისხოვანი დამნაშავეთი იწყებ, შენ ხარ პირველ ხარისხოვან დამნაშავეს სასარგებლო. რუსეთის სასარგებლო ხარ, როდესაც ამბობ, რომ აფხაზეთი იყო პრობლემა და აფხაზები იყვნენ პრობლემა. ამ ვიდეოში მე გაგრძელებაზე რაზე ლაპარაკობენ საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვან მე, რითიც არ უნდა გააგრძელონ, სულ ოქროს სიტყვები რომ უნდა თქვან, პირველ წუთში და 40 წამში თქვეს ორი უდიდესი ტყუილი. დამოუკიდებლობის 107 წელიო და აფხაზეთი იყო პრობლემა. დანარჩენი 59 წუთის ფასი არის 0 და კაპიკი. დავასრულებ ისევ იმით, რომ როგორც გარეჯი არ არის დღეს და არც მაშინ იყო პრობლემა, როცა ზურაბიშვილმა იქ სპექტაკლები მოაწყო და პროვოკაციები. ზუსტად ისე არ ყოფილა თავის დროზე პრობლემა აფხაზეთი და ვისაც ამის დღემდე სჯერა, შეწყვიტეთ რუსეთის სასარგებლოობა. უბრალოდ შეწყვიტეთ. საქართველო იქნება დეოკუპირებული. და დეოკუპატორიც იქნება საქართველო, იმიტომ რომ საბოლოოდ შავი ზღვის დეოკუპატორი საქართველო გამოვა. ეს ომი რო დასრულდება, ჩვენ დავინახავთ, რომ შავი ზღვის დეოკუპატორი საქართველოა. მომავალ შეხვედრამდე.